გარდაქმნის თუ არა ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვას. დიახ, თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემები კრახით დასრულდებიან. არსებობს რისკი, რომ ძალიან ეფექტურად აკეთო არაეფექტური საქმე. დღეს გადაცემა მთავარი კითხვა პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი, კომპანია Help AI-ის ხელმძღვანელი რიკარდო ბაპტისტა-ლეიტე. რიკარდო, მიხარია, რომ აქ მოგბრძანდით. ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, ჯანდაცვასაც უპირებს გარდაქმნას. მაინც როგორ ტრანსფორმაციას ვიხილავთ ევროპაში მომდევნო რამდენიმე წელიწადში. შეგიძლიათ ამაზე გვესაუბროთ? ჩვენი კომპანია Health AI არის გლობალური არაკომერციული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ხელოვნურ ინტელექტსა და ჯანდაცვაზე, დაფუძნებულია ჟენევაში და თანამშრომლობს მთავრობებთან ეკოსისტემის შექმნაზე. გარდაქმნის თუ არა ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვას? ჩემი პასუხია დიახ. საკითხავი ის არის, ეს უკეთესი იქნება ჯანდაცვისთვის თუ უარესი. იმას ვგულისხმობ, რომ თუ ახლავე დავიწყებთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, დღეს ევროპაში მოქმედ ჯანდაცვის მოდელებსა და სისტემებში ძალიან დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებით, რადგან ჩვენი ახლანდელი ჯანდაცვის სისტემები მთლიანად იმას ემსახურება, რომ ადამიანს მაშინ მიხედოს, როცა ის ავად გახდება. ისინი დაავადების მართვის სისტემებია. ისე უნდა გავმართოთ სისტემა, რომ ის ყურადღებას ამახვილებდეს დაავადების პრევენციასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუ ხელოვნურ ინტელექტს მოქმედ ჯანდაცვის მოდელებს მოარგებ, დიდი რისკია იმისა, რომ ძალიან ეფექტურად აკეთო არაეფექტური საქმე. ამ ინტელექტუალური რევოლუციის მეშვეობით შეგვიძლია მთლიანად გარდაქმნათ ჯანდაცვის სისტემა, რათა შევამციროთ დაავადების ტვირთი და დავწმუნდეთ, რომ მოქალაქეები მთელ ევროპასა და მსოფლიოში უფრო ჯანმრთელები იქნებიან მომავალში. მაინც რომელი დიდი პრობლემების გადაჭრაში შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს დაეხმაროს ჯანდაცვის სისტემას დღეს? ხელოვნური ინტელექტი უკვე მუშაობს, უკვე ახდენს ტრანსფორმაციას. პანდემიის დროსაც კი, როცა ახალ ვაქცინებზე მუშაობდნენ, თითქმის ყველა კომპანია მიმართავდა ხელოვნური ინტელექტის ამა თუ იმ ფორმას. უკვე ვხედავ, თუ როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს კვლევისა და განვითარების, დიაგნოსტიკის, სხეულის კომპიუტერული გაშუქების დროს. კომპიუტერული დიაგნოსტიკის თითქმის ყველა მიმართულება იყენებს ამჟამად ხელოვნური ინტელექტის ამა თუ იმ ფორმას. იგივე ითქმის თერაპიაზე, რობოტებსა და ქირურგიაზე, როდესაც ვირტუალური ასისტენტები ეხმარებიან ექიმებს გადაწყვეტილებების მიღებაში კლინიკის პირობებში. ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის არაკლინიკურ მხარესაც ეხება, როდესაც საუბარია ფალსიფიკაციის აღმოჩენაზე, სადაზღვეო კომპანიებთან დავებზე. თითოეულ ამ სფეროს აქვს განვითარების პოტენციალი, რომ უკეთესი შედეგი დადოს. ჯანდაცვის სისტემები ამჟამად ძალიან დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ არიან. რამდენად შეძლებს ხელოვნური ინტელექტი, რომ ხარჯით შეამციროს და თან პაციენტის მდგომარეობა გააუმჯობესოს? თუ არაფერს გავაკეთებ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემები კრახს განიცდიან. ეს არ არის მდგრადი სისტემა, ხალხი სულ უფრო მეტად დაავადდება. ვხედავთ, რომ მოსახლეობა ბერდება და თან უამრავი დაავადება ემართება. ამიტომ თუ ამ სისტემას მთლიანად არ შევცვლით, აღარ გვექნება საკმარისი რესურსი იმისა, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვაზე. გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი ჯანდაცვის მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი მსოფლიოში არასოდეს იტყვის, რომ აპირებს ჯანდაცვის სისტემის გაუქმებას იმის გამო, რომ ის გაკოდრდა. არადა გაკოდრებაზე ჯანდაცვის სისტემაში ნიშნებს მომლოდინე პაციენტების გრძელი სია, ვისაც ფული არ აქვს, ან შედარებით რთულ მდგომარეობაში იმყოფება, ის თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. ასე რომ, თუ მართლა გვინდა, რომ უნივერსალური ჯანდაცვა დავნერგოთ, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეითავსოს ექიმი კონსულტანტების, ჯანდაცვის მუშაკების, ექთრებისა და ადმინისტრაციის პერსონალის ფუნქციები ისე, რომ ამჟამად არსებული სამუშაო ძალა რაც შეიძლება გავაძლიეროთ და მეტად გავუმარტივოთ ხალხს ცხოვრება. თუ ასეთი მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, მაინც რა რაოდენობის ინვესტიციები უნდა ჩავთოთ? როგორც ვხედავთ, უამრავი კომპანია მიდის ახლა საოცარი ინოვაციების გზით, მაგრამ მერე კედელს აწყდებიან. ისმის კითხვა რატომ? იმიტომ რომ ნდობის პრობლემა დგას. ამიტომ ჩვენი კომპანია თანამშრომლობს მთავრობებთან. ვცდილობ ჩამოვაყალიბოთ ისეთი მართვის სისტემა, რომ შევქმნათ გამართული რეგულირების ეკოსისტემა, რათა ხელისუფლებამ და მარეგულირებელმა ორგანოებმა უკეთ შეძლონ ისეთი დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რომ მოქალაქეები და ჯანდაცვის მუშაკები ენდონ ტექნოლოგიებს. მაგრამ აქ უკვე თანხის საკითხი დგება. მილიარდები იდება კვლევასა და განვითარებაში, მაგრამ ვინ უნდა გადაიხადოს ეს ფული? თუ გვინდა, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი ახალ ტექნოლოგიებზე და არა მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებულ პირს, ჯანდაცვის სისტემა და სადაზღვეო სექტორიც უნდა ჩაერთოს საქმეში. მაგრამ ამჟამად პრობლემა ის არის, რომ არ გვაქვს ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების მოდელი, რომლის მეშვეობითაც შევაფასებდით ამა თუ იმ ტექნოლოგიას. სწორედ ეს არის მთავრობებთან ჩვენი თანამშრომლობის ერთი სფერო, თუ როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან უვარგისი და კარგი პროდუქცია. როგორ მივხვდეთ, რომ ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიებში ზედმეტს არ ვიხდით. ამიტომ ასეთი მოდელები
მონაცემების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავცდეთ საპილოტო ეტაპს, რომელზეც დღეს ვიმყოფებით და გავაფართოვოთ ტექნოლოგიების დანერგვა, რათა მათი დახმარებით შევძლოთ სისტემის ტრანსფორმაცია. ამ ყველაფრის დაფინანსება ნამდვილად შეუძლიათ მთავრობებს თუ უფრო მეტად კერძო ინვესტიციებისკენ უნდა გადავიხაროთ. თუ გადახედავთ ბოლო გლობალურ ანგარიშს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ნახავთ, რომ ამჟამად არსებული ხელოვნური ინტელექტის პაციენტების 61% ჩინეთს ეკუთვნის, 21% ამერიკის შეერთებულ შტატებს და მხოლოდ 2% მოდის ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთზე. თუ დააკვირდები ხელოვნურ ინტელექტსა და ჯანდაცვას, ამერიკაში ძირითადად კერძო სექტორი აფინანსებს, ვენჩურული კაპიტალი. რაც შეეხება ჩინეთს, კიდევ ერთ ძლევამოსილ სახელმწიფოს ამ სფეროებს იქ ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს. ევროპისთვის ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ ზუსტად ოქროს შუალედი დაიკავოს და ერთმანეთთან დააკავშიროს სახელმწიფო და კერძო სექტორები, რათა ითანამშრომლონ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპულმა ინსტიტუტებმა გააცნობიერონ, რომ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რომ მარეგულირებელმა ორგანოებმა შეძლონ გამონახონ საერთო ენა იმ კომპანიებთან, რომლებიც ინოვაციებზე მუშაობენ, ნულიდან იწყებენ და გვერდით ედგნენ მთელი პროცესის განმავლობაში. თუ მართლა ვიპოვით ამ ოქროს შუალედს კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის, ევროპა ნამდვილად შეძლებს წინ გადადგას ნაბიჯი და დაძლიოს ის ჩამორჩენა, რომელიც ახლა გვაქვს. როგორ შევძლებთ პირადი მონაცემების დაცვის გარანტიის გაცემას იმ დროს, როცა ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო მონაცემებთან უნდა დავუშვათ? ჩემი აზრით, აქ ევროპაში ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს სხვა იურისდიქციებთან შედარებით, რადგან უკვე უამრავი კარგად გამართული რეგულაცია გვაქვს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. ევროპის ჯანდაცვის მონაცემების შესახებ კანონმდებლობა შესაძლოა ძალიან გამოგვადგეს ამ მხრივ მაშინაც კი, როცა ინოვაციების წახალისებაზე მიდგება საქმე, თუ კი მონაცემებზე მხოლოდ დეველოპერებს დაუშვებთ. ერთ ასეთ კითხვას დავუსვამდი ხალხს. მთელ მსოფლიოში მოგზაურობის დროს ყველას თან მიაქვს საკრედიტო ბარათი ჯიბით და მსოფლიოს ნებისმიერი ბანკომატიდან შეუძლიათ ნაღდი ფულის აღება. არადა ჩვენი ფინანსური ინფორმაცია ძალიან მოსაფრთხილებელია. ფინანსურმა სექტორმა შეძლო ისეთი კომერციული მოდელის დანერგვა, რომ ის გლობალურ სისტემად იქცა. ევროპაში ბევრგან თუ საავადმყოფოში ან პოლიკლინიკაში მოგიწია წასვლა, რომელიც ქუჩის გადაღმაა, იქ არ მიუწვდებათ ხელიშენი ჯანმრთელობის მონაცემებზე. ასე რომ ეს ფუნდამენტური პრობლემაა, რომელიც უნდა გადავჭრათ. და სწორედ ამ მხრივ მგონია, რომ ევროპის ჯანდაცვის მონაცემების შესახებ კანონმდებლობა დაგვეხმარება არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ლოკალურ დონეზეც, რომელსაც მთავრობა პრიორიტეტად მიიჩნევს. თუ ეს მონაცემები საქონლად ითვლება, რომელიც ფული ღირს, რატომ არ შეიძლება, რომ ეს ფული გადაუნაწილოთ იმ ხალხს, რომელიც გაგვიზიარებს საკუთარ მონაცემებს და შექმნის ისეთ მოდელს, რომლის წახალისებაც შესაძლებელი იქნება თუნდაც ფულით. ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ შევქმნათ მონაცემების მართვის მოდელები, რომლებიც შეძლებენ ინოვაციის დაჩქარებას და რაც მთავარია, ჯანდაცვას ყველასთვის გაუმჯობესებენ. დიდი მადლობა რიკარდო, რომ გადაცემაში გვესტუმრეთ. აქ უნდა დავასრულოთ ჩვენი საუბარი. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი მოსაზრებების მოსმენა ამ საკითხზე.